ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20,000 ლარიანი გირაო შეეფარდა და ქვეყნის დატოვება აეკრძალა. გადაწყვეტილება სასამართლომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მიიღო. პროკურატურაში გამოძიება 349 მუხლით მიმდინარეობს, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. პროკურატურაში გამოძიება ოქრუაშვილის წინააღმდეგ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თია წულუკიანის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. Სირჩი სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი, გითხარით. ბატონო, თქვენ თქვენ გირაოს გადახდას გირჩევნიათ წახვიდეთ ციხეში. შეიძლება ასეც მოვიცეთ. ჩვეულებრივი ცირკი არანაირი საგამოძიებო კომისია არ არსებობს, სიუბრალოდ საქართველოს პარლამენტი არ ყავს. თუ რამის გამოძიება უნდა 15 წლიანი ფანტაზმული ბიჭყვა და ყველა საქმეზე გასული, აქამდე გამოვედები. გარდა იმისა, რომ ანალოგური ხასიათის დანაშაული შეიძლება ჩაიდინოს, როდესაც ბრალდებული საუბრობს პრინციპულობაზე, რომ არ განახორციელებს მათ მიერ მოთხოვნას და არ შეასრულებს მათ მოთხოვნას, ასევე სხვა დანაშაულები შეიძლება ჩაიდინოს, ეს გათვალისწინებულია სისხლისამართლის კოდექსში. წარსულში კონფლიქტი ჰქონდა კანონთან, ეს არ იყო პირველი შემთხვევა მისი არაკანონმორჩილი ქმედების და მის მიმართ არაერთი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი გამოთქმებელი განაჩენის სახით, შესაბამისად ეს განმეორება ხასიათის ბრალდებულს და შესაბამის კონკრეტული სახის მოთხოვნისას ეს განმეორება ხდება მხედველობაში მიღებული.